ქართული ოცნების დასავლეთისგან იზოლაციის კიდევ ერთი მაგალითი. ოცნების ხელისუფლება არ მიიწვიეს ევროკავშირის გაფართოების შესახებ ისტორიაში პირველ ფორუმზე. ინფორმაცია ამის შესახებ ფორმულას ევროკომისიაში დაუდასტურეს. ღონისძიება, რომლის ორგანიზატორი ევროკომისია, ბრიუსელში ხვალ გაიმართება. შეხვედრის აღწერაში ნათქვამია, რომ ეს ფორუმი ევროკომისიის მთავარი ინიციატივაა, რომელიც ევროკავშირის გაფართოების შესახებ დისკუსიის ამაღლებას ისახავს მიზნად. ამიტომ ლოგიკურია, რომ ოცნებას, რომელმაც 1 წლის წინ გამოაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას აჩერებს, ამ შეხვედრაში არაფერი ესაქმება, მაგრამ როგორ ზიანდება მოსახლეობა, რომლის დიდი ნაწილი ევროატლანტიკურ მომავალს უჭერს მხარს, კითხვები ამის შესახებ ოცნების წარმომადგენლებს ნინი ბალანჩივაძემ დაუსვა, ის გვერდება პირდაპირ ეთერში. დავიწყებ ოპოზიციური პარტიების განცხადებებით, რომელიც კეთდება ხელისუფლების ოპონენტებში. ისინი სრულად პასუხისმგებლობას ამ ვითარებასთან დაკავშირებით ააკისრებენ ოცნების ხელისუფლებას, ამბობენ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა საბოლოოდ იზოლაციამდე მიიყვანა ჩვენი ქვეყანა და ეს არის უბრალოდ საბოტაჟი ევროინტეგრაციის პროცესისა, რაზეც უნდა აიღონ მათ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ისინი ამბობენ, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ოცნების ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რომ არც ერთ ფორუმზე და არც ერთ საერთაშორისო ფორუმზე უკვე სასურველი სტუმარი აღარ იყოს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის ბიძინა ივანიშვილის გუნდი და ეს არის ის შედეგი, რომელიც მოიტანა მათმა მმართველობამ და იმ ნაბიჯებმა, რომელიც შეფასებული არის როგორც ანტიდემოკრატიული და პრორუსული ნაბიჯები. რაც შეეხება ფორუმს, პირველად სწორედ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ფორუმს არ დაესწრება საქართველო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა და ევროკომისიის მთავარი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის გაფართოების შესახებ როგორც საერთო პოლიტიკური, საზოგადოებრივი და თაობათა პროექტის დისკუსიის შესახებ ამაღლებას. აქ საუბარი იქნება კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით, ევროინტეგრაციის პერსპექტივასთან დაკავშირებით, მათი მხრიდან გატარებულ რეფორმებზე, თუმცა ეს ფორუმი ტარდება პირველად და იქ საქართველო არავისთვის სასურველი სტუმარი არ არის. მთავარი და მნიშვნელოვანი რის გამოც მიიღო ეს გადაწყვეტილება ევროკომისიამ არის უკვე ევროკომისიის გაფართოების ანგარიში, რომელიც ნახეთ, სადაც უპრეცედენტო უყუსტვასთან დაკავშირებით იყო საუბარი საქართველოსთან მიმართებით, რომ არანაირი რეფორმა არ გაატარა ოცნების ხელისუფლებამ და პირიქით ყოველდღიურ რეჟიმში იზღუდება ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. შესაბამისად ოპოზიცია საუბრობს, რომ ამ ტემპით მხოლოდ და მხოლოდ იზოლაციაში მოექცევა ქვეყანა და ოცნების ხელისუფლების პირობებში საერთოდ საერთაშორისო დღის წესრიგიდან ჩვენი პარტნიორებისთვის საქართველო ფაქტობრივად გამქრალია. 18 ნოემბერს, როგორც ვიცით, იღებენ მონაწილეობას ის სახელმწიფოები ამ ფორუმზე, რომლებმაც პროგრესი მიაღწიეს დემოკრატიის კუთხით და შეფასებები გამოქვეყნდა ევროკავშირის მიერ გასულ კვირას. საქართველოს ყველაზე კრიტიკული ანგარიში ჰქონდა მისი ისტორიის მანძილზე. შესაბამისად, საქართველო ამ ფორუმზე არ იქნება წარმოდგენილი. ეს ცხადი არ ნიშნავს დასასრულს ევროკავშირთან ურთიერთობების. ჩვენი ბრძოლა, თავისუფალი საზოგადოების ბრძოლა, დემოკრატიისთვის ბრძოლა არის იმის გარანტია, რომ ჩვენ დაუბრუნდებით კვლავაც დემოკრატიის გზას, მაგრამ ქართული ოცნება ამ გზას პირდაპირ უცხადებს საბოტაჟს და შესაბამისად ქართული ოცნება ვერ იქნება იქ წარმოდგენილი. ძალიან ცუდია, რომ ოცნება არ იყენებს იმ შანსებს, რომელიც საერთაშორისო მიმართულებით არის, მაგალითად ევრონესტის მათ თვითონ თქვეს უარი მონაწილეობასთან დაკავშირებით. აქაც გამოჩნდა, რომ ისინი ვერ ესწრებიან ახლა სხვადასხვა მიზეზების გამო. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ყველა პლატფორმაზე იყოს წარმოდგენილი საქართველო და დაბრუნდეს ევროპულ და დასავლეთის დღის წესრიგში ჩვენი ქვეყანა. თუმცა, რა თქმა უნდა, ის რომ ისინი წარმოდგენილები არ იქნებიან, ეს რა თქმა უნდა შემოფეხრებელი საკითხი არის. არ გამოდის, რომ გამუდმებულად შენ ლანძღავდე ევროკავშირს, ლანძღავდე შენ საერთაშორისო პარტნიორებს და შემდეგ კონდეს მოლოდინი იმისი, რომ ევროკავშირის სტრუქტურები შენ დაგელაპარაკებიან ან გაფართოების კომისიაზე მოგიწევენ. ის პოლიტიკა რა პოლიტიკასაც ახორციელებს რუსული საოკუპაციო რეჟიმი, რომელიც თავის თავს ეძახის ქართულ ოცნებას, პირდაპირ დაკავშირებულია იმასთან, რომ საქართველოს დაკარგოს თავისი ევროპული ინტეგრაცია. ამ შეხვედრაში არაფერი გვესაქმება. ეს არის მთავარი პოლიტიკური განაცხადი, რომელიც ჩვენ დღეს ქართული ოცნების დეპუტატების მხრიდან მოვისმინეთ. საუბარი ისევ ომის პროპაგანდასთან დაკავშირებით, ისევ ისრების გადატანა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან. ქართული ოცნება პასუხისმგებლობას არ იღებს იმ ვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც მათი მმართველობის პირობებში შეიქმნა საქართველოში და ისინი ისევ ურთიერთბრალდებების რეჟიმზე არიან, აკეთებენ განცხადებებს იმასთან მიმართებით, რომ შანტაჟს აქვს საქმე, როდესაც საუბარია უვიზო მიმოსვლის
გადახედვასთან დაკავშირებით, ასოცირების შეთანხმების გადახედვასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას საერთოდ არც ერთ კონტექსტში არ იღებენ და რასაც გვეუბნებიან დღეს ოცნების დეპუტატები არის ის, რომ 2030 წლისთვის იქნება საქართველოს მზად იმისათვის, რომ ამ გაფართოებას შეუერთდეს და გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ამტკიცებენ, რომ მოლდოვაზე და უკრაინაზე წინ არის რეფორმების კუთხით ჩვენი ქვეყანა და საინტერესო არის რა აძლევს ქართულ ოცნებას იმის ქმრის საფუძველს, რომ მაგალითად 2030 წელს იქნება მზად ქვეყანა ევროინტეგრაციისთვის, ვინაიდან ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავთ მათ ნაბიჯებს და შემდგომ უკვე შეფასებებს მათი ნაბიჯებიდან გამომდინარე პარტნიორების მხრიდან, რომ საქართველოს ოცნების ხელისუფლების პირობებში უპრეცედენტო უკუსლო აქვს და ფაქტობრივად პარტნიორები პირდაპირ ამბობენ, რომ ვიდრე ოცნება იქნება ხელისუფლებაში, ევროინტეგრაციის გზასთან დაკავშირებით არსებობს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი. ჩვენ ვთვლით, რომ ვიზო მიმოსვლა წესით არ უნდა გადაიხედოს, იმიტომ ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს. და თუ უბრალოდ უსამართლობას და ძალადობას მიმართავენ, ამას ჩვენ ვერაფერს ვერ უზავთ. რა არის ალტერნატივა ამისა მაშინ? უბრალოდ მინდა ყველა დაფიქრდეს ამ თემაზე. თქვენ რას ფიქრობთ, რომ ამ ოპოზიციაზე ამოსდის deep state ზედამ თუ არა? მათი სასარგებლო ნაბიჯები ჩვენც რო გადაგვედგა და ჩვენი ქვეყნის მომავალი გვერდზე გადაგვედო, რას ფიქრობთ ახლა? იმ პრემიებს, რომლებსაც იმათური გებენ, ორი იმდენს დაგვირიგებდნენ ჩვენ. მაგრამ ჩვენ ამაზე არ წავედით. ჩვენ ვიცით, რომ შეიძლება პირადად დავზარალდეთ ამით, მაგრამ ამ ნაბიჯებს არ გადავდგათ. იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი და სტაბილურობა და მშვიდობა აშერ უფრო ფასეულია, ვიდრე ჩვენი პირადი კეთილდღეობა. Deep State-ის გამო ევროკავშირი დამოუკიდებლად ვერ მოქმედებს. აი ამაზე ვლაპარაკობთ ამდენი ხანია და ეს ახალი არ არის. საუბარი ჩვენ გვაქვს საქართველოს ინტერესებზე. და როცა საქართველოს ინტერესებს ხედავს ყველა, რომ არის მშვიდობა, არის ტრადიციების შენარჩუნება, არის თანაბარი პარტნიორული ურთიერთობები, არის კორუფციასთან ბრძოლა, რაც ფასდება იგივე ევროპული ინსტიტუტებით. კითხვა ჩემს მიმართ კი არ უნდა იყოს, უნდა იყოს ჰერჩინსკის მიმართ, რომ ბატონო ჰერჩინსკი, როგორ ამბობთ, რომ საქართველოს უფრო უკან არის ვიდრე უკრაინა და მოლდოვა, როცა მოლდოვა SNG-ს წევრია, როცა უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, როცა უკრაინა თქვენივე ინსტიტუტებმა აღიარეს ნომერ პირველ კორუმპირებულ ქვეყნად და რანაირად არის ჩამორჩენილი საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას. ეს კითხვა მე კი არ უნდა მისვათ. უნდა დავუსვათ ჰერჩინსკის. ჩვენ ვიცით, რომ დეკემბერში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები უკვე მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას ვიზა ლიბერალიზაციის მექანიზმების გადახედვასთან და გამარტივებულ წესთან დაკავშირებით და ამის შემდგომ უკვე სავარაუდოა, რომ ეს სანქციები და უვიზო მიმოსვლის შეზღუდვა დაუწესდებათ ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს, იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ქვეყანაში ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს არღვევენ. მანამდე კი შეგახსენებთ იმას, რომ ხვალ 18 ნოემბერს გაიმართება ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოების ფორუმი და ამ ფორუმზე საქართველოს არ არის მიწვეული. მიზეზი კი ცალსახაა და მკაფიოა ევროკომისიის მხრიდან ის გაფართოების ანგარიში, რომელიც უკვე მოისმინა მაყურებელმა და სადაც ხაზგასმით წერია, რომ საქართველოს აქვს უპრეცედენტო უკუსლა.